მოგესალმებით ვარ აკაკი ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებ თუ რატომ არის ახალი წელი შობა და აღდგომის დღესასწაულები სატანური. როგორც ვიცით, ძალიან ბევრი ქრისტიანი იცავს ამ დღესასწაულებს. ნუ არაქრისტიანებიც იცავენ ახალი წლის დღესასწაულს. მაგრამ რატო არის შობა ახალი წელი და აღდგომა სატანური? აი ჩემ ვიდეოში რატომ მესიანური იუდაიზმი ვილაპარაკე, რომ ღმერთმა მითხრა, რომ გადავიდე მესიანურ იუდაიზმზე. და ამ თემებზე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს მოძიებული, ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს და გაგიზიარებთ თუ რაც ვისწავლე. ერთი კითხვა ის ჩდება, რომ რატომ შეიძლება, რომ არსებობს ტრადიცია, რომელსაც ხალხი იცავს ამდენი ხანი და ეს ტრადიცია იყოს ბოროტი ან ცუდი. სიმართლე ის არის, რომ კაცობრიობა ისტორიაში თუ შეისწავლით ისტორიას, ან ბიბლიას წაიკითხავთ, ან უბრალოდ ისტორიას გადახედავთ, კაცობრიობა არის ძალიან ბოროტი და ჩადიან ძალიან სიბოროტეს. და ეს ბევრი სიბოროტე გადაიქმნება ტრადიციად. ტრადიცია რა არის? ტრადიცია არის, როცა ადამიანი ერთი და იგივე რაღაცას გაიმეორებს რამოდენიმეჯერ და უკვე ჩვევაში გადადის და ხდება ტრადიცია. და უკვე შთამომავლებიც იცავენ ამ ტრადიციას და ამ საქციელს იმეორებენ. აი მე ჩემ ვიდეოში რატომ მესიანური იუდაიზმი ვახსენე, რომ ვისაც უნდა რომ დაიცვას ნამდვილი დღესასწაულები და ღმერთი გაახაროს, რეკომენდირებულია დაიცვას 6 მაღალი საბათის დღეები, რაც არის იუდაისტურ ტრადიციაში. რაც შეგიძლია მოიძიოთ ან ლევიან 23-ში ბიბლიაში, ან გირჩევთ რომ მოიძიოთ Google-ში. და ეს 6 ტრადიცია საიდან დაფუძნდა? ეს 6 მაღალი საბათი. იქიდან მოდის, რომ ღმერთმა ამ სამყაროში გამოგზავნა ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი. ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო მოსე და მოსე ხშირად მარხულობდა, აფეს არ ჭამდა, ლოცულობდა და ღმერთის სული ცხოვრობდა მოსეში, რაც აძლევდა მას საშუალებას, რომ გაეკეთებინა სასწაულები და გაიგო ღმერთის ხმა. და ღმერთი თავის ნებას, თავის ტრადიციას ასწავლიდა მოსეს და მოსე ასწავლიდა ისრაელის ხალხს, ებრაელებს ამ ტრადიციას. ანუ ებრაული ტრადიცია მოდის მართლა ღმერთისგან. ამ ლექციაში ვილაპარაკე, რატომ მესიანური იუდაიზმი, რომ ღმერთი ასწავლიდა ისრაელის ხალხს, ებრაელებს თავის ნამდვილებას და თავის ტრადიციას. ძალიან ბევრი იძახის, რომ როცა იაუშუა, ღმერთის შვილი, ასევე ცნობილი როგორც იესო, მოვიდა ამ სამყაროში, მოაქვთ ბიბლიის რაღაცა ნათქვამები, მაგალითად რომ ღმერთის შვილმა თქვა, რომ აი შაბათის დღესო, ხო ებრაული ტრადიცია არის, რომ შაბათის დღეს უნდა დაისვენო. მაგრამ შაბათის დღეს შეიძლებაო სიკეთის აკეთებაო. და ხალხს ეგ მოაქვს მაგალითად, რომ აჰა ღმერთის შვილმა არ დაიცა შაბათის დღეო და არ დაისვენა ამ დღესო, იმიტომ რომ კარგი საქმე გააკეთაო. და ამის გამო არ არის მნიშვნელოვანი ამ დღის დაცვა. მაგრამ ეს მაინც სიმართლე არ არის. რომ თვითონ იაუშუა, იესო დაიბადა ებრაელი და გაიზარდა ებრაულ ტრადიციაში და ისიც იცავდა ებრაულ ტრადიციას. მის სახელი არის ებრაული იაუშუა, რაც ნიშნავს იაჰ არის ხსნა, ან იაჰ არის ხსნელი. და ღმერთის სახელი არის იაჰ, ან იაჰვე. და იგი ხშირად იცავდა ებრაულ ტრადიციას. ერთადერთი ეს მაგალითი რომ მოყავთ, რომ საბათის დღეს, შაბათის დღეს არ იცავდაო და არ ისვენებდაო, ეს რეალურად ღმერთს არ დაუწესებია, რომ შაბათის დღეს სიკეთის აკეთება არ შეიძლებაო. ეგეთი რამე არ დაუწესებია, მაგრამ ზოგმა
ებრაელმა ეგრე დაასკვნა, რომ ახლა ღმერთო გითხრაო, რომ ამ დღეს დაგვიცვენოთო, ამიტომ გინდა თუ არაო სიკეთე არ გააკეთო ამ დღესო. მაგრამ რაღაც ცუდად ჟღერს, ხო? რეალურად ამას იმიტომ იძახდნენ, რომ არ მოწონდათ, რომ ეს რო გამოჩნდა ეს კაცი, ეს წინასწარმეტყველი, რო თქვა რომ ღმერთიშვილი ვარო, არ მოეწონათ, თავი ვინგონიაო და ყველაფრით შეეცადნენ, რომ იგი გაენადგურებინათ, ღმერთიშვილი გაენადგურებინათ, მის რეპუტაცია გაეფუჭებინათ და ეთქვათ, რომ აჰა, ღმერთის ტრადიციას არ იცავსო, იმიტომ რომ შაბათის დღეს სასწაულებს ახდენსო და ხალხს ეხმარებაო. მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, შაბათის დღეს, კი შაბათის დღე დასვენების დღე არის, ღმერთის ტრადიციით და წმინდა დღე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის დახმარება არ შეგვიძლია ამ დღეს. ლოგიკურია, ხო? იმიტომ რომ ბიბლია იძახის, რომ ღმერთის სიყვარულია და ღმერთის სიყვარულია რატო არ დაგვთებს ნებას, რომ ამ წმინდა დღეს ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთმანეთს სიკეთე გავუკეთოთ. მაგრამ მოდი და ანუ რეალურად ღმერთიშვილი იაჰუშუა იცავდა ებრაულ ტრადიციას და ძალიან ბევრი ებრაული ტრადიცია რეალურად მიუთითებდა ღმერთიშვილის შენაწირზე. მაგალითად ნათქვამია ბიბლიაში, ლევიანში, რომ ღმერთს წირავდნენ ლევიან 23:12-ში ნათქვამია, რომ ღმერთს წირავდნენ მცხვარს და ეს შენაწირი რეალურად იმაზე მეტყველებდა, რომ ადამიანი რომ ჩაიდენს სოდვას, ჭირდება რომ გადაიხადოს სისხლით. მაგრამ ადამიანი ხარ უნდა მოკვდეს, ამიტომ წირავდნენ ცხოველებს. მაგრამ ღმერთიშვილი იმიტომ მოვიდა ამ სამყაროში, რომ მოკვდა ჩვენი ცოდების გამო. ჩვენი ცოდების გამო მოკვდა, რომ ჩვენ გქონდეს პატიება ჩვენი ცოდების გამო და ვიხსნა ჩვენი ცოდობისგან და ჩვენ მაგივრად, ანამ ეს ცხოველის მაგივრად თვითონ დაღვარა თავის სისხლი. ანუ ძალიან ბევრი იუდაისტური ტრადიცია, როგორც ბიბლიაში წერია, მიუთითებს ღმერთიშვილის შენაწირზე. ანუ იუდაისტური ტრადიცია, რაც არის ძველი აღთქმის ბიბლიური ტრადიცია, რეალურად პატივს დებს ღმერთიშვილს და მას არ უარყოფს. მაგრამ ახლა გადავიდეთ იმ ტრადიციაზე, რომელიც მართლა უარყოფს ღმერთიშვილს, რაც არის შობა, ახალი წელი და აღდგომა. ებრაული ტრადიციით ნამდვილი ახალი წელი არის ან მარტში, ან აპრილში. პასოვერის, ანუ პესაქის 14 დღით ადრე. ეს არის ნამდვილი ახალი წელი ებრაული ტრადიციით. და თუ გაინტერესებთ თუ აი 6 მაღალი შაბათის დღე რო არის, 6 მაღალი იუდაისტური ტრადიციის შესწავლი, შეგიძლიათ მოიძიოთ ებრაული კალენდარი და ამ 6 შესწავლს გადახედოთ. ეს ყველაფერი ებრაული ტრადიციით, ეს ებრაული ტრადიციით კალენდარი არის ლუნისოლარული კალენდარი, რაც ნიშნავს, რომ დღეები დაფუძნებული არის მთვარის და მზის როტაციაზე და ფაზებზე, მათ ციკლებზე. მაგრამ ჩვენსაც ვიცავთ, რაც არის რომაული კალენდარი, რაც არის წარმომავლური და აქ ძალიან ბევრი სატანური კონოტაცია, რეალურად არაკურატული არის. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ბოროტული დღესასწაული არის შობა. სიმართლე ის არის, რომ იაჰუშუა, იესო კი არ დაიბადა 25 იანვარს. ან 25 დეკემბერს. 25 დეკემბერს არ დაბადებულა, არამედ დაიბადა ოქტომბერ-სექტემბრის პერიოდში. იგი დაიბადა ებრაული ტრადიციის კარვების დღესასწაულის პირველ დღეს. იგი დაიბადა კარვების დღესასწაულის პირველ დღეს. ანუ რეალურად შობას როცა აღნიშნავთ, რეალურად პატივს არ ვდებთ ღმერთიშვილს, იმიტომ რომ ამ დღეს არ დაბადებულა. კი არ დაიბადა 25 დეკემბერს, არამედ დაიბადა
სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში დაიბადა კავშირის დღესასწაულის პირველ დღეს. და მაშინ კითხვა ჩდება, რომ საიდან მოდის ეს 25 დეკემბერი? იქიდან მოდის, რომ რეალურად სატანის და სატანური სამეფოს ერთ-ერთი პრეროგატივა ის არის, რომ არ დადონ პატივი ღმერთს, ღმერთი გააბრაზონ, ღმერთს შურაცხობა მიაყენონ და შეეცადონ, რომ ღმერთი დაამცირონ. და ერთ-ერთი როგორც გააკეთეს ეს არის ის, რომ აიღეს ერთ-ერთი სატანური დღესასწაული, ასაც ქვია სატურნალიას ნადიმი, რომელიც იყო სატანური დღესასწაული, წარმომავლური დღესასწაული და ხალხს დააჯერეს, რომ ეს დღესასწაული იყო იაუშუას დაბადების დღე. ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ეკლესია რაც არსებობს არის კათოლიკური რომაული ეკლესია, რომელსაც უნდა უფრო მეტი ფული, უფრო მეტი წარმატება, უფრო მეტი ყურადღება და შეცვალეს ღმერთის ტრადიციები, გარდაქმნეს ღმერთის ტრადიციები, რომ ხალხს დაეჯერებინა. იმიტომ რომ ხალხი ამ დროს ძალიან ბევრი იყო სასატანის მსახური, იყო წარმომავლურ ღმერთებს ადიდებდნენ, ხალხს კლავდნენ, ხალხს წირავდნენ, რომ მოღონთ თავის ღმერთებისგან რამე მიეღოთ და რომაულმა ეკლესიამ, რომ ეს ხალხი მიეზიდა, შეცვალა თავის ტრადიცია და შეაერთა წარმომავლურ ტრადიციასთან ერთად. ეს შობის დღე რეალურად მას ქვია სატურნალიას ნადიმი, ეს არის მიბრძნებული სატანასთან, ან სატურნთან, სატურნის ღმერთთან და ეს აღნიშნავს ძალიან ბევრი წარმომავლური სატანური არსების დაბადების დღეს, როგორც ჰორუსის, ოსაირისის, კრიშნასი, ზაროასტერის, ჰერაკლესის, დიონისიუსის, ტამუზის, ჰერმესის, ბაქუსის, პრომეთეუსის და კიდე მზის ღმერთის. რეალურად ეს 25 დეკემბერი არის მზის ღმერთის, სატანის ნადიმის დღესასწაული. და რას აკეთებდნენ ამ დღესასწაულზე? ერთი კვირა ქეიფობდნენ და თავის ღმერთებს წირავდნენ ხალხს, წირავდნენ შვილებს, ბავშვებს წირავდნენ. ეს სატურნი თხოვდა თავის სახურებს, ხალხს, რომ შეეწირათ ბავშვები. და ხო არის, რომ შობას ან ახალ წელს დგამენ შობის ხეს, ან ახალი წლის ხეს და ეს ტრადიცია საიდან მოდის? იმიტომ რომ ამ სატურნის დღესასწაულზე ხო არის, რომ ჩვენ ფერებით და ნათურებით ვთავთ ამ ხეს, ადრე ამ სატურნის დღესასწაულზე, შობის დღესასწაულზე იღებდნენ ქონს, ცხიმს, შეწერილი ადამიანებისგან, ამისგან აკეთებდნენ სანთლებს და ამ სანთლებს ანთებდნენ. ან ხო არის, რომ ჩვენ ამ ხეებზე ბურთებს ვკიდებთ დეკორაციისთვის. ადრე კიდებდნენ დეკორაციისთვის შეწირული ადამიანის თავებს. და თქვენ მითხარით, ეხლა თუ სიმართლეს ვიძახი, რომ ღმერთიშვილი არ დაბადებულა 25 დეკემბერს, არამედ დაიბადა ოქტომბერ-სექტემბერში, კავშირის დღესასწაულის პირველ დღეს და 25 დეკემბერს არის სატანის დღესასწაული, სანტა-კლაუსის დღესასწაული. აბა საიდან მოდის სიტყვა სანტა? სანტა მოდის სატანიდან. სანტა, სატანა, სატურნი. თუ სიმართლეს ვიძახი, რომ ამ დღესასწაულზე ხეებზე კიდევდნენ ადამიანის ცხიმისგან გაკეთებულ სანთლებს, ანთებდნენ და კიდებდნენ ადამიანის თავებს. აბა თქვენ მითხარით, ღმერთი რას იფიქრებს, რომ განმოხედავს ხალხს და ხალხი იცავს ახალი წლის დღესასწაულს, შობის დღესასწაულს და აღდგომას, როცა ამ დღესასწაულებზე ხალხი
სატანას წირავდა შვილებს და ბავშვებს და ადამიანებს. რას იფიქრებს ღმერთი? და შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ რატომ არ იცის ხალხმა? და ხალხმა იმიტომ არ იცის, რომ ხალხი მიყვება ტრადიციას, რაც მოდის ათასობით წლებიდან, რაც არის მოდის სატანური ტრადიციიდან. და რეალურად არ უფიქრდება თუ საიდან მოდის, არ უფიქრდება თუ აი ხალხი არ ფიქრობს, მოდი იქნებ მოვიძიო ამ თემაზე ინფორმაცია, მოვიძიო თუ საიდან მოდის ეს ტრადიცია, ან თვითონ ღმერთს კითხო, ან მოვიძიო ინფორმაცია, ან ვილოცო ამ თემაზე. არა. ხალხი არც ფიქრობს, რომ ღმერთს კითხვა დაუსვას, რომ ღმერთს შეეკითხოს, რომ ილოცოს, ან რომ ინტერნეტში ამ თემებზე ინფორმაცია მოიძიოს, უბრალოდ გონია, რომ აჰა ეს არის ტრადიცია და ცუდი თუ იქნება ხალხი არ დაიცავდაო. როცა რეალურად ისტორიას წაიკითხავდით, შეისწავლით, რომ ხალხი ძალიან გარკვეული არის და ხალხი ძალიან ცუდ რაღაცებს შედიოდა, ანუ რეალურად ტრადიცია რაც მოდის აქედან, კარგი ვერაფერი ვერ იქნება. და უბრალოდ თუ აი ხალხი მარტივად ინტერნეტში მოიძიებს ამ თემებზე ინფორმაციას, მიხვდება, რომ ვიზახი სიმართლეს. რომ ახალი წელი შობა და აღდგომა არის სატანური ტრადიციები. და ღმერთს არ სიამოვნებს შესაძლებლობები. თქვენ თუ გინდათ რომ მართლა აღნიშნოთ ღმერთის შვილის შესაძლებლობები, შეგიძლიათ აღნიშნოთ წყაროების შესაძლებლობები, რომელშიც იგი მართლა დაიბადა ამ დღეს. შეგიძლიათ დაიცვათ ებრაული მაღალი შაბათის დღეები და განატიას გაძლევთ თუ ამ დღეებს დაიცავთ, თუ მოიძიებთ ინტერნეტში თუ რა დღეებში რომელ დღეს არის ეს 6 მაღალი შაბათის შესაძლებლობები, თუ მოიძიებთ და ამ დღეებს დაიცავთ, ღმერთს ძალიან გაუხარდება. მაგრამ თუ დაიცავთ შობას, თუ დაიცავთ ახალ წელს და აღდგომას, ღმერთი იქნება თქვენგან ძალიან შორს. იმიტომ რომ ღმერთი არის ძალიან წმინდა და არ უნდა ღმერთს რომ აღნიშნოთ სატანური დღესასწაულები. აი ახალ წელს რო იძახიან სანტაო, საიდან მოდის სანტა? აი დაფიქრდით, აბა, მოდის სატანიდან. რატო არის რომ ნაძვის ხეზე კიდებენ ბურთებს? აი ეხა დეკორაციისთვის არის, მაგრამ ადრე კიდებდნენ თავებს. და ეგ როგორ გონიათ, ღმერთი დააწესებდა ამას? ბიბლიაში იერემიას წიგნში დაწერილი არის, რომ ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის ხალხო, ისრაელის სახლო. ასე თქვა უფალმა, ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს. მითხარით, ქართულო ხალხო, რატო იცავთ ტრადიციას, სადაც შემოიღო სატანურმა კათოლიკე ეკლესიამ, რომაულმა ეკლესიამ. თქვენ კი არ იცავთ მართლმადიდებლურ ტრადიციას, თქვენ იცავთ კათოლიკეების მიერ შემოღებულ ტრადიციას. ან სულ რო გინდა მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიცია დაიცვა. ვინ არის წინასწარმეტყველი ქართველი, ვისაც ესმის ღმერთის ხმა, ვისაც ესმის ღმერთის ხმა, ვინც გეუნებათ, რომ დაიცავით ქრისტიანული ტრადიციებიო და ქრისტიანული დღესასწაულებიო. ვინ გეუნებათ? თქვენ ყავთ მამაოები, ვისაც ღმერთთან შეხება არ აქვთ, უბრალოდ იცავენ თავის ტრადიციას, უბრალოდ კითხულობენ ბიბლიას, როცა ბიბლიაში არცად არ წერია, რომ 25 დეკემბერს დაიბადა ღმერთის შვილიო, არცად არ წერია, რომ დაიცავით ქრისტეშობაო, არცად არ წერია, რომ ახალი წელი არის 1 იანვარსო, არცად არ წერია, რომ აღდგომის სასწაული უნდა დაიცვათო იმ დღეს, როცა თქვენ იცავთ. ანუ თქვენ ხო ქრისტიანები იცავთ ბიბლიას, ბიბლის ტრადიციას, მაგრამ ბიბლიაში თქვენი ტრადიცია არცად არ წერია. ბიბლია მარტო ლაპარაკობს იუდაისტურ ტრადიციაზე, რომელსაც იცავდა ღმერთის შვილი, რომელიც მოვიდა, რომელიც მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. აბა როგორ იგზნობს თავს ღმერთის შვილი, როცა მის კი არ აღნიშნავენ ქრისტიანები მის დაბადების დღეს. აღნიშნავენ სატანის დაბადების დღეს, მის დაბადების დღეს მაგივრად. როგორ იგზნობს თავს და იმის მაგივრად რომ ილოცონ და ღმერთს კითხონ თუ რა არის მისი ნება, რა არის იმის ტრადიცია, რა გაახარებს მასთან რა არ სიამოვნებს, უბრალოდ იცავთ თქვენ ტრადიციას, რომ თქვენ უბრალოდ თავი იზნოთ კომფორტულად თქვენ ტრადიციაში, რეალურად ღმერთთან შეხება არ გაქვთ და სიკვდილის მერე ღმერთისგან იქნებით ძალიან შორს. იმიტომ რომ ღმერთი გადმოხედავს თქვენ ცხოვრებას, რომ ღმერთზე არ მოგიძიებიათ ინფორმაცია, არ გადაგიმოწვევიათ თქვენ ტრადიცია, საიდან მოდის, არ გადაგიმოწვევიათ, არ გილოციათ ღმერთისთვის,
სულიწმინდე შევსებული არ ყოფილხარ და სულიწმინდას თქონდეს არ უთქვამს არაფერი თუ მისინება რა არის სიკვდილის მერე ღმერთის აიქნები ძალიან შორს მაგრამ თქვენ თუ ღმერთს თხოვთ რომ ღმერთო შემოვხსნე სულიწმინდით რომ სიმართლე ვიცოდე და გაიგებ დაიწყებთ ღმერთის თქმის გაგებას დაუსვათ ღმერთს კითხვებს და ღმერთი თქვენ კითხვებს უპასუხებს სიკვდილის მერე ღმერთთან იქნებით ახლოს იმიტომ რომ გამოვა რომ ღმერთის სიმართლით ცხოვრებთ და ღმერთი დაგაჯილდოვებთ სიკვდილის მერე იმიტომ რომ მისინება გააკეთეთ და იცხოვრეთ სიმართლეში და არა სატანურ ტყუილებში და თქვენთვის მინდა კარგი მინდა რომ თქვენი ინფორმაცია მოიძიოთ ილოცოთ ღმერთს თხოვოთ რომ ღმერთო შემოვხსნე სულიწმინდით და სიმართლე ვიცოდე იმიტომ რომ მე ხა ვარ ადამიანი ხო შეიძლება მეც რამე შეცდომას უშვებ მეც რამე ცუც ვაკეთებ ამიტომ შეიძლება მეც ვწდებოდე ამიტომ მირჩევნია რომ ყველა ადამიანმა თავის მოიძიოს ინფორმაცია ღმერთს თხოვოს რომ სიმართლეში განუხილოს ღმერთს თხოვოს რომ სულიწმინდეთ შეავსოს ღმერთმა რომ სულიწმინდა მასწავლოს ამ ადამიანს ყველაფერი იმიტომ რომ მე ის გამახარებს რომ თქვენ თუ მოიძიებთ ინფორმაციას და გაიგებთ რა არის სიმართლე ღმერთი თქვენ დაგაჯილდოვეთ შემდეგ ცხოვრებაში და შემდეგ ცხოვრებაში მოხდებით სამოთხეში და იქნებით ღმერთთან ახლოს მაგრამ სამოთხეში როგორ მოხდება ადამიანი თუ აღნიშნავს სატანურ ტრადიციას თუ არ აინტერესებს რა არის ღმერთის სიმართლე და უბრალოდ თავისი ტრადიცია უყარს მაგრამ ღმერთი ვაფშე არ აინტერესებს იმიტომ რომ გონია რომ თავისი ტრადიცია არის ღმერთი მაგრამ ღმერთი ღმერთია ანუ თქვენი ტრადიცია ღმერთი არ არის თქვენი ტრადიცია ღმერთისგან არ მოდის ღმერთის ტრადიცია მოდის თავის წინასწარმეტყველებისგან რომელსაც მათ იგი ელაპარაკებოდა და ასწავლიდა მათ გზებს და ეხლა ვინც არის ისრაელის ხალხი ღმერთი თავის წინასწარმეტყველებით ასწავლიდა მათ მის გზებს ან არის აუცილებელი გადახვიდე იუდაიზმზე მარტო იმიტომ რომ აგაკი ინასაიძემ ესე თქვა მაგრამ თუ ღმერთს თხოვ რა ღმერთო შემოვხსნე სულიწმინდით ღმერთო შემოვხსნე სულიწმინდით რომ გავიგო შენი ხმა და შენგან ვისწავლო თუ რა არის შეიძლება და შენი სიმართლე და ღმერთი თუ ამას გააკეთებს თუ სულიწმინდა თქვენზე თუ სულიწმინდას თქვენზე გადმოიტანს და დაიწყებთ ღმერთის გზაგვანებას და ღმერთი გასწავლეთ თავის ნებას მოხდებით სამოთხეში და ღმერთთან იქნებით ახლოს და მეც გვინდა რომ კარგი მომავალი გქონდეთ კარგი ცხოვრება გქონდეთ რომ სამოთხეში მოხდეთ და ღმერთთან იყოთ ახლოს იმიტომ რომ მაგაზე კარგი და არის მადლობა ყურებისთვის გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და გნახავთ ჩვენს ლექციაში ნახვამდის